ეს მუსლიმი საბჭოს თანამშრომლები გათავისუფლებულნი არიან, მას შემდეგ რაც საზოგადოებას დაემუქრნენ. ეს არ იყო უბრალოდ ბუნდოვანი მუქარა, არამედ პირდაპირი, მაგალითად შეიძლება კბილები ამოგაცალო ტიპის მუქარა. და უნდა გკითხოთ საკუთარ თავს, საერთოდ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები ამ პოზიციებზე? მოდით წავიკითხოთ, რა ხდება. კარგი, მუნიციპალური ზედამხედველობის ოფიცრები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც კამერაზე დააფიქსირეს, როგორ ემუქრებოდნენ ერთ მოქალაქეს. ეს არის ის მომენტი, როცა მუნიციპალური ზედამხედველობის ოფიცრები ემუქრებოდნენ მოქალაქეს, რომ დაარტყამდნენ. ჰაროუს მუნიციპალიტეტმა, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, გაათავისუფლა ორი თანამშრომელი, რომლებიც კამერაზე გადაიღეს, როგორ აშინებდნენ ქუჩაში კაცს, მას შემდეგ რაც დაადანაშაულეს ჩვენი ფულის არევაში. უცნაური ბრალდება. ძალიან უცნაურია, რომ ვინმეს ასეთ რამეში ადანაშაულებ. ერთწუთიანი შეხვედრის განმავლობაში ორი ზედამხედველობის ოფიცერი, რომლებიც აცვიათ კაპიუშონიანი, მკვეთრი, იისფერი ქურთუკები და შავი ჟილეტები, რომელზეც სხეულზე დამაგრებული კამერებია, ეუბნებიან კაცს, რომ კბილებს ამოაცლიან. გულისხმობ, თუ კამერაზე აპირებ ვინმეს დამუქრებას, ცოტა უკეთესი რამ მაინც მოიფიქრე, არა? წარმოიდგინე, რომ პასუხისგებაში მიქცამენ იმის გამო, რომ ვიღაცას კბილების ამოღებით დაემუქრე. გონია, რომ რაღაც უფრო მამაკაცური უნდა მოიფიქრო, ხო იცი? არ ვიცი, ვინმე შეუძლია რამე უკეთესი მოიფიქროს, ვიდრე კბილებს ამოგაცლი. საშინელი, საზიზღარი. ერთმა მათგანმა უთხრა სხვათა შორის ნახე ვიდეოს შემდეგ, როცა ფორმაში არ ვიქნები, გაგთიშავ და კბილებს ამოგაცლი. სანამ დავამატებდე, მოვალ და კედლებში გაგისვრი, კედლებში. არა ერთი, არამედ რამდენიმე. ამ სრულებლებმა კი დაგვემუქნენო, პოლიციას გამოიძახებდნენ Northolt Road-ზე, South Harrow-ში, რადგან ოფიცერი დაგაზიანებდა. თუ ეს არ ჟღერს როგორც ეგოისტი კაცები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, ამდენად დიდი და ძლიერები არიან. მე ნამდვილად ვიცი, რომ ასეა. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება წინააღმდეგობაში. მე მირეკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს და ატვეთ შეტყობინების ზარს, გააზიარეთ ეს ვიდეო მეგობართან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ მოძრაობის ნაწილი ხართ. ძალიან გვიხარია, რომ აქ ხართ, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით, რადგან საკმარისად გქონდა. ხედავთ, როცა ესეთი ისტორიები ჩდება, მე ვერ ვიკავებ სიცილს, რადგან თითქოს ცდილობენ დაამტკიცონ, რამდენად სულელები არიან. იცით, ისინი არც კი ცდილობენ დამალვას. კამერაზე ხართ, ვიღაც გიღებთ ვიდეოს. თქვენ პოლიციის ოფიცერი ხართ, ან საბჭოს აღსრულების ოფიცერი ხართ. ტვინი გამოიყენეთ და ნუ იტყვით ისეთ რაღაცებს, როგორიცა კბილებს ამოგიღებ ან კედელში გაგისვრით. ეს მარტივია, ეს ადვილია. და თუ კაცს არ შეუძლია თავისი ემოციების კონტროლი ინდონეზე, რომ კამერაზე, როგორც აღსრულების ოფიცერი თავს ვერ აკონტროლებს. როგორ გახდა ესეთი ადამიანი? როგორ მოხვდა ესეთ პოზიციაზე? და პასუხი ამაზე ისაა, რომ როგორც ვხედავთ, მთავრობები და ადგილობრივი საარჩევნო სისტემები ირჩევენ არაკომპეტენტურ ადამიანებს ლიდერის პოზიციებზე. იმიტომ რომ მათ უფრო მეტად აინტერესებთ ეს ანტირასისტული საკითხი, ვიდრე ის, რომ აირჩიონ ადამიანები, რომლებიც რეალურად შეძლებენ კანონის აღსრულებას, ხო ასეა? ეს ადამიანები ზუსტად ერგებიან ისლამისტურ მოძრაობას და იმიგრანტების თემას, რასაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ. ნახეთ, შეხედეთ ამ აღსრულების თანამშრომლებს, მაგრამ ისინი იმდენად წარმოუდგენლად სულელები არიან, რომ მართლა გონიათ, რომ ამას დაუსჯელოდ გააკეთებენ. და უნდა მოისმინოთ, რა საბაბები აქვს ამ კაცს. დაუჯერებელია. კარგი, ვიდეო იწყება იმით, რომ ერთი თანამშრომელი ეწინააღმდეგება მოქალაქეს, რომელიც იღებდა ინციდენტს და ეუბნება, რას ფიქრობდი, რას ვაპირებდი. არ მჭირდება გითხრა, რას ვაპირებდი. მეორე ოფიცერი, რომელსაც წითელი ხუდი აცვია, შემდეგ ჩნდება კადრში და აჭერს ხილაკს თავისი კოლეგის სხეულზე დამაგრებულ ვიდეოკამერაზე, რაზეც მეორე პასუხობს. ნუ ღელავ, გამორთულია. ეხლა კიდევ ერთხელ, სრული სისულელია, რადგან კაცი ასე უჭირავს ტელეფონი. ის პირდაპირ მათ სახესთან უჭირავს ტელეფონს. ვითომ შენი სხეულის კამერა გამორთულია, ბრწყინვალია, iPhone-ი ხომ არ ჩაწერს, ანაც ტელეფონი აქვს. შემდეგ შავკაპიუშონიანი აღმასრულებელი აგენტი აგდალებს, ჩემს საქმეში არ ჩაერიო. კარგი, ესენი არიან 1, 2. იცით რა, ვერ დაიჯერებთ. ეს კაცი ზუსტად შეესაბამება იმ რასობრივ სტერეოტიპს, რომელსაც ახალი აღმასრულებელი ხალხის მოყვანისას იყენებენ. შეგეძლოთ გამოიცნოთ მხოლოდ მისი შეხედვით. მაგალითად, რომელი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრია. ვარაუდებს ვიღებ. გაქვთ რაიმე ვარაუდი კომენტარებში. ძალიან აღფრთოვანებული ვიქნები თუ გამოიცნობთ. როგორც არ უნდა იყოს კაცი, რომელიც იღებს ვიდეოს, პასუხობს: "იცით რას აკეთებთ აქ? იცით რას აკეთებთ?" წითელ ტანსაცმელში მყოფი საბჭოს წევრი შემდეგ ბრუნდება და იწყებს საჯარო პირის სიტყვიერად მუქარას, რადგან უფრო და უფრო აგრესიული ხდება. როცა სხეულის კამერას თიშავს, ოფიცერი ეუბნება კაცს: "ასე იქცევი თითქოს ჩვენს ფულს ერჩი, ახლა რაღაცას გაჩვენებ." ჩვენს ფულში ჩარევა ნიშნავს ჩვენს სამუშაოებში ჩარევას. ანუ ის პოლიციის ოფიცერი ან რაც არ უნდა იყოს, Harrows Oaks ოფიციალური დამცველი, რაც არ უნდა მოიგონონ დღეს, ამბობს, შენ ცდილობ რო basically დამასმინო, დამითხოვო. ცდილობ ჩემს ფულში ჩაერიო, ეს ნიშნავს. მე მგონია რომ შენ ხარ ის, ვინც საკუთარ ფულს ურავს, მეგობარო. ანუ მგონია რომ ეს შეიძლება შენ იყო. შემდეგ წითელ ფორმაში მყოფი საბჭოს თანამშრომელი ბრუნდება და სიტყვიერად ემუქრება.
როდესაც ის სხეულის კამერას თიშავს, ოფიცერი ეუბნება მამაკაცს: "ისე იქცევი, თითქოს ჩვენს ფულში გინდა ჩარევა." ახლავე მოდი შესახვევში. ჩვენ გაჩვენებთ რა დროა, ჩვენ გაჩვენებთ რა დროა ძმაო, ჩვენ გაჩვენებთ, შემოქმედე, ჩვენ ძალიან დიდები ვართ, ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენ ძალიან საშიშები ვართ. როგორც არ უნდა იყოს, ცოტა სამარცხვინოა. შემდეგ, როდესაც სამართალდამცავი აგენტი ანიშნებს მამაკაცს, რომ გადახვეს გადატვირთულ გზაზე, თვითონ კი ავტობუსის ზოლში დგას, დაკავებული სამართალდამცავი ამბობს: "გეფიცები, როცა ფორმაში არ ვიქნები, ისე დაგარტყამ, რომ გონებას დაკარგავ და კბილებსაც ამოგაცლი." იცი ეს? ერთ დარტყმას მოგცემდა? ყველა კბილის ამოგაცლი. ეს პირდაპირ ბავშვებრივითაა თითქოს. ჩემი მამიკო, შენს მამიკოზე ძლიერია, ფორმის გარეშე რომ ვიქნები, კბილებს ამოგაცლი. გულისხმობ ამას კამერაზე ფორმით ამბობ, რა სულელურია. აი, როცა კამათი მძაფრდება, ოფიცერი შავ კაპიუშონში ამატებს, რომ სარჩენი ხალხი ყავს. სანამ ის კაცი, ვინც იღებს, ორივეს ეუბნება. არ ვიცი, რატომ ხართ აგრესიულები. მუშაკი წითელ კაპიუშონში არ გრძელებს, ცერით გზისკენ ანიშნებს. გადმოდი გზაზე ახლა, იმიტომ რომ ჩვენს შემოსავალში ერევი ძმაო, ჭკუას გასწავლი. მოდი ახლა, ბლა 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 ბლა. როგორც არ უნდა იყოს, თუ მე მოვალ და შენს ფულს შეგიშლი, როცა ხებავ და რემონტს აკეთებ, უსაქმურო, მოვალ და კედელში გაგისვრი ძმაო და საღებავს გადაგასხამ. მონტონს როგორ ამატებენ სიტყვას ძმაო. აი ხო, კედელში გაგისვრი, მაგრამ მაინც ჩემი ძმა ხარ. რა სულელურია. შემდეგ იწყებს ჩავი ჟილეტის გახსნას, რომელზეც სხეულზე დამაგრებული ვიდეო კამერა აქვს და ამატებს. ძმაო, არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს საქმეში ხელი შემიშალოს. იცი, არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს საქმეში ხელი შემიშალოს, ხო გესმის? თითქოს ამ ამბავში საქმეში ხელს ის უშლის, ვისაც იღებენ და არა ის იდიოტი, ვინც ამბობს, კბილებს ამოვაცლიო. ცნობილია, რომ აღსრულების აგენტები Kingdom Service Group-ში მუშაობენ და Harrow საბჭოს მიერ არიან დაქირავებულნი. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერ სერვისს თავაზობენ, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ ხელისუფლებებს დაეხმაროს უფრო უსაფრთხო, სუფთა და სტუმართმოყვარე თემების შექმნაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Harrow-ში, მეგობრებო. ადგილობრივი აღსრულების ოფიცრებისგან შეიძლება კბილები დაგაკარგვინონ და კედლებში გაგისროლონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ლონდონში, მეგობრებო. შესანიშნავია. მათ განაცხადში წერია: ჩვენი ექსპერტთა გუნდი გთავაზობთ გარემოს დაცვითი აღსრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ებრძვიან გარემოს დაცვით დანაშაულს, ამცირებენ ანტისოციალურ ქცევას და აუმჯობესებენ თქვენი მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლონდონში, ძვირფასო ადამიანებო, სადაც თქვენი უსაფრთხოებისთვის აქ არიან ადამიანები, რომ დარწმუნდნენ, კბილები აღარ გექნებათ, რათა ვეღარავის უკბინოთ. ეს არ არის შესანიშნავი. არ გინდათ Harrow-ში გადასვლა. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის ტრენინგებს, დაცვის მომსახურებებს, დასუფთავებისა და რეკრუტირების სერვისებს. მათ კლიენტებს შორის არიან კერძო ჯანდაცვის პროვაიდერი Bupa, NHS და Tesco. NHS არის სამედიცინო სისტემა, ჩემოუფალო. Harrow საბჭოს ვებგვერდზე წერია, რომ მათ პარტნიორობა გააფორმეს Kingdom Local Authority Support-თან, რომელიც მხარს უჭერს და ერთად მუშაობს მათ აღსრულებასთან. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რაზე იყო მათი კამათი, რატომ დაიწყო, ან ვინ არის კაცი, რომელიც ინციდენტს იღებდა. რა თქვა ამ კაცმა? რატომ იღებს ამას? როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ვიდეო მასალა, რომელიც უკვე ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, Harrow-ს საბჭოს სწრაფი რეაგირების მიზეზი გახდა. ცხადია, ეს არ მოეწონათ. ეს არ არის კარგი მათი რეპუტაციისთვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინციდენტი მიუღებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ ვიდეოში ნარჩვენები ზედამხედველობის თანამშრომლების შემდეგში გაათავისუფლეს. ხო, იმედია ასეა. საბჭოს ინსპექტორები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც კამერაზე დააფიქსირეს, როგორ ემუქრებოდნენ მოქალაქეებს. თქვენ ხართ ანუ ლონდონის Harrow-ს რაიონი. ჩვენ ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელიც ვრცელდება ორი სამართალდამცველის ქცევასთან დაკავშირებით. როგორც კი ინციდენტისა და საჩივრის შესახებ გვაცნობას Kingdom-ში მაისში, მყისიერი ზომები მივიღეთ და ამ საქმეში ჩართული პირები აღარ მუშაობენ Kingdom-ში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ნებისმიერ შემთხვევას, როდესაც ოფიცრები განზრახ თიშავენ სხეულზე დამაგრებულ კამერებს. საზოგადოების წევრების მიმართ ძალადობის მუქარა სრულიად მიუღებელია და ამას არავიდანთ. ან როგორ მიიღეს ისინი საერთოდ სამსახურში? როგორც პიპედემი ამბობს, კითხვა რჩება. საერთოდ როგორ აიყვანეთ ისინი სამსახურში? ხალხმა აქ უნდა გადაიხადოს საბჭოს გადასახადი, როცა თქვენ როგორც ჩანს ამ ფულს ბანდიტებს ურეცხავთ, ხომ ასეა? მოდით ვუყუროთ ვიდეოს, რადგან თქვით, რომ ვუყურებდით. მზად ხართ ყველა? წავედით. არ ვიცი რა მოხდება. რა საპირებდი მაშინ? გითხარი რომ გეთქვა. შენთვის რას ვაპირებდი? მოდი ვნახოთ. რას გულისხმობ? ჩემი ცხვირი გამორთულია რა? გამორთულია. ასე რომ ის სხეულის კამერას თიშავს. იდიოტი. და კაციც იღებს, ხო ასეა? ეს აშკარად ჩანს. ამ კუთხით ვერ გადაიღებ თუ ვინმე არ იღებს. არ ჩარიო ჩემს საქმეში, მოусმინე. შენ იცი რას აკეთებ ამ დროს? იცი რას აკეთებ? არ დამირეკო აკბარ. იცი რას აკეთებ? ეხლა ცდილობ ჩემს გონებას აურიო. მე შენს ფულს არ ვეხები. თქვენ ცდილობთ ჩვენს ფულს შეეხოთ. მართლა, რაც წარმოუდგენლად საწოდავი პასუხია. არავინ ცდილობს თქვენს ფულს შეეხოს. თქვენ ხართ იდიოტები, ვინც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ეს თქვათ და არაფერი დაგემართებათ. ეს უბრალოდ გვაჩვენებს, რამდენად ცუდად არის საქმე ინგლისში. არა. მოდი ახლა შესახუში. გაჩვენებ რა დროა ძმაო.
ვიზუნებთ იმაზე, რომ ვეღარ იმუშაო და ვეღარ გამოიმუშაო ფული, რადგან ცდილობ ჩვენს პუნქტში ჩაერიო. და ძმაო, იცი რას ვაკეთებ ესეთ ხალხთან? მოდი აქ ეხლა. მოდი აქ ძმაო. რატო უნდა მოვიდე იქ? რატო უნდა მოვიდე იქ? ისინი პირდაპირ ისე იქცევიან, თითქოს სკოლაში არიან. ხა, გაჩვენებ ვინ არის დიდი. გონია ჩემზე დიდი ხარ? ჩემი ძმა, ის ძლიერია, ის დიდია. ანუ პირდაპირ დროა მაშინ წამოდი ჩვენთან ერთად. რატო უნდა წამოვიდეს კაცი თქვენთან ერთად სულელო? მაგრამ მე ის არ ვარ. ფიცუდებ, როცა ფორმაში არ ვიქნები, ისე გცემ რომ ძირს დაგაგდებ. და კბილებსაც ამოგაცლი, იცი ეგ? თუ ერთ მუშტს დაგარტყამ, ყველა კბილს ამოგაგდებ. ჩვენ ხალხი ყავს, რომლებიც ცდილობენ. არ ვიცი, რატომ ხარ ასეთი აგრესიული. ეხა გზაზე გადმოვდივარ, იმიტომ რომ ჩემს ფულს ერჩი ძმაო. ლე შენთან პრობლემა არმა გაჩვენებ რა დროა. მოდი ეხლა. არა, შენ საქმეს მიხედე. პოლიციას დაგიძახებ, ვის გაგისწორებს, იცი? იცი რა, ის გაგისწორებს. იცი რა მეჩვენება ამ ვიდეოში ყველაზე ირონიულად. ეს ბიჭი ამბობს, ხო, შენ იქნები ის, ვინც ამ ფულს დაკარგავს. ეხლა ეს კაცი თავისი ქცევის გამო ვეღარასდროს დასაქმდება. და ეს ამ მენტალიტეტის კლასიკური მაგალითია. თითქოს ჩვენ მსხვერპლის როლს ვირგებთ. ჩვენ ვართ მსხვერპლი. ყოველთვის სხვები არიან პრობლემა. შენ გვერდში, შენ გინდა დაგვაზიანო. არა, შენს თავს თავაბე უშავებ ყველაფერს, იდიოტო. ასეთ რაღაცებს კამერაზე ნუ ამბობ. ჩვენს თაობაში არ ცხოვრობ. არიცი რომ თუ რამე ტელეფონზეა ჩაწერილი, ხალხს მისი პოვნა შეუძლია. რატო ვიქნებოდი პოლიციელი? იმიტომ რომ ჩვენ მათთან თანამშრომლობთ და შენ ეს არ იცოდი, ხომ ასეა? მოდი წამოდი. მოისმინე ეს. მოусმინე რას ამბობს. იმიტომ რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. შენთვის ის დაგაზიანებს, იცი? რატო ვიქნებოდი პოლიციელი? იმიტომ რომ ჩვენ მათთან მუშაობთ. ჩვენ მყავს ხალხი, ვინც ცდილობს, არ ვიცი რატო ხარ აგრესიული. ეხლა გზას გადავდივარ, რადგან ცდილობ ჩემს ფულს შეეხო ძმაო. მე არ ცდილობ შეგიშალო ხელი. გაჩვენებ რა დროა, მოდი ეხლა. არა, გააგრძელე შენი საქმე. პოლიციას დაგიძახებ და ის დაგაზიანებს, იცი? პოლიციელს დაურეკავ, ის დაგაზიანებს. რაზეც ის ბიჭი ამბობს, რატო უნდა დამაზიანოს პოლიციელმა? მოусმინე რას ამბობს. რატო პოლიციელი? იმიტომ რომ ჩვენ მათთან მუშაობთ და ეს არ იცოდი, ხომ ასეა? ასე რომ? იმიტომ რომ ჩვენ მათთან მუშაობთ და ეს არ იცოდი, ხომ ასეა? იმიტომ რომ ჩვენ მათთან მუშაობთ. ეს არ იცოდი, ხომ ასეა? ისინი მართლა ასე ფიქრობენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე საინტერესო რამაა. მთელი ამ ვიდეოდან ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიციელებს ყველაფერი მოახვედრონ, რაც უნდათ და ადამიანებს თუდად მოექცნენ, რადგან ასე სურთ. რაც ნიშნავს, რომ თუ რეალურად სტრიქონებს შორის წავიკითხავთ, პოლიციელები იმდენად კორუმპირებული არ კორუმპირებულები არიან, რომ ამ ადამიანს დააჯერეს თითქოს ის, რასაც ამბობს, სწორია. რომ არსებობენ პოლიციელები, რომლებიც იმუშავებენ და გაგიფუჭებენ ცხოვრებას, იმის მიხედვით, რაც ამ ადამიანებს სურთ მათგან. ეხლა მე გაჩვენებ, რომელი საათია. კარგი, მშვენიერია. ეხლა შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? ძმაო, არავის მიცემ უფლებას. ჩემი საქმე დამირღვიოს, ხო იცი? მე ხომ არ მოვდივარ და არ გიშლიხეს, როცა შენ ხატავ და რაღაცებს აფუჭებ უსაქმურო. კარგი, ნება მომეცი კითხო. მოდი და გადაგარდებ ამ წეუტყეში ძმაო, სახურავზე დედამოწყნულო. სახებავს გადაგასხან ძმაო. როგორც არ უნდა იყოს, მოდი მოვისმინოთ რა სიტყვიან. ზოგი რამ უბრალოდ იმდენად აბსურდულია, რომ სიცილს ვერ შეიკავებ. მოდი მოვისმინოთ რა სიტყვიან ეს ხალხი, კარგი? გასული წლის სექტემბერში ჰაროუში ორი სამართალდამცველი ოფიცერი ერთ მცხოვრებს ქუჩაში თაფლისთვის დაადანაშაულა. თუმცა მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ეს არ გაუკეთებია მას შემდეგ, რაც მას 100 ფუნტით დააჯარიმეს. არმელ შახი, რომელსაც მას შემდეგ უკვე მისჯილი აქვს სასჯელი. მიიღო ფიქსირებული ჯარიმის შეტყობინება, ამიტომ ზოგმა თქვა, რომ თავის სტერეოტიპულად იგრძნო. მაგრამ ასევე, როგორც არ უნდა იყოს, ეს ის შემთხვევებია, რასაც სულ ხედავთ. ეს საბჭოები აბსურდულია და ეს ხალხი გიჟებია. და ყველა ფიქრობს, რომ ეს ერთჯერადი შემთხვევა. ასე არ არის. მათ დააჯერეს, რომ შეუძლიათ ასეთი ქცევა დაუსჯელად ჩაიდინონ და არაფერი მოუვათ. და მე ვფიქრობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ დროა ეს შეიცვალოს. თქვენ რას ფიქრობთ? მადლობა მაყურებელს, რომ ეს საკითხი გამოგვიგზავნა.